სალამი სუყოლას, კაროჩე, თქვენთან როგორც ისეთ ხალხთან, რომელთანაც შემიძლია მაქსიმალურად გულწრფელი და გულახდილი ვიყო, ერთ საინტერესო თემაზე მინდოდა ლაპარაკი. და გამომდინარე იქიდან, რომ სახში მისვლამდე შეიძლება ამ თემაზე ლაპარაკი გადავიფიქრო, გადავწყვიტე, რომ მეგონი ცხოვრებაში ასე პირველად ესე YouTube-ზე ჩამეწერა ვიდეო, ტელეფონით გადაღებული და იმედია ეს შუქი მალე მოშორდება. ხო, დღეს ერთ ძალიან საინტერესო თემაზე მინდოდა მელაპარაკა, სათაურს სავარაუდოდ დავარქმევდი ამ ვიდეოს, თუ როგორ უნდა იპოვო ადამიანმა ბედნიერება რა. ხო და მე ვარ 27 წლის და ძალიან ბევრ რაღაცაზე მიფიქრია. საერთოდ გარკვეული პერიოდი ძალიან overthinker-ი ვიყავი. ძალიან მაინტერესებდა ხოლმე რა რაღაცები, როგორ მუშაობდა ხოლმე, არასოდეს არ უყურებდი ხოლმე რაღაცას ზედაპირულად. პირიქით, უფრო მინდოდა რომ რაღაცებში ბოლომდე ხა ჩავკითხულიყავი და ბოლომდე გამეგო. ხო და ყველაფერს ძალიან ისე უყურებდი ხოლმე, რა გინდა ფილმებსაც, სერიალებსაც, ნებისმიერ რაღაცას თამაშებსაც, რასაც კი შინაარსი აქვს და ასევე ვაკვირდებოდი ხოლმე ადამიანების ცხოვრებას. რომ როგორ შეიძლება ხო ხდები სხვა ადამიანები როგორ ცხოვრობენ, რომ მათ შეცდომებზე მესწავლა მე და რაღაცა გამეზიარებინა მათგან, ხო ხდები, გამეზიარებინა იმ გულისხმობ იმას, რომ მათი ტკივილი ან რაღაცა მათი პრობლემები გამეგო და ანუ მე ეგ არ გამეკეთებინა, ხო ხდებით რა, რასაც ვამბობ. ხო და დღეს ამ ვიდეოში ასე ვთქვათ, მინდა რომ ჩემი 27 წლიანი გამოცდილება გაგიზიაროთ მაგ საკითხთან დაკავშირებით. რეალურად ეს რასაც მე ვიტყვი, როგორ უნდა იყოს ადამიანი ბედნიერი, შეიძლება ძალიან სასაცილოც იყოს და ძალიან controversial რასაც მე ვიტყვი, ბევრს ძალიან გაუკვირდეს რა, იმიტომ რომ რეალურად ისეთი მარტივია ადამიანი ბედნიერი იყო და ესე რო ვიარო, უკეთესი ხო არ არის. რეალურად ისეთი მარტივია მე მგონი რომ ადამიანი ბედნიერი იყოს. დღეს მაგალითად რა, ჩემ TikTok-ს უყურებდი ერთ ვიდეოებს გადავხედეთ ძველ სამსახურში რო ვიყავი, ველოდებოდი ჩემი შიფტი დამთავრებულიყო. ხო და ერთმა ბიჭმა დამიწერა ესეთი რაღაცა რომ პატარა ხესთან მივდივარ რა და ხე რომელიც ჩემი დარგულია, ხო და ჩემი ოჯახის წევრების დარგულია, რო ვნახე რომ ვაშლი იყო ამოსული მაგ ხეზე, ტიპმა არ ვიცი ეგ დამცინავი იმით დაწერა ხმით, ანუ დამცინავი კონტექსტში დაწერა თუ რა იგულისხმა, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს რა მარტივი რაღაცები აბედნიერებს და რა ცოტა საჭიროა რა. ხო ხდებით რასაც ვამბობ. ხო და დღეს ზუსტად მაგაზე მინდა ვილაპარაკო, რომ ჩემი აზრით ხო ყველა ადამიანს, როდესაც საქმე ბედნიერებას ეხება, ყველა ადამიანს აქვს რაღაცა გარკვეული ნორმები, ხვდები, რაღაც გარკვეული დონე, რაც აბედნიერებს ადამიანს და რაღაც დონეზე სიამოვნებას ანიჭებს რა. ხო და რაც დავამუღამეთ ცხოვრებაში, ხალხისგან რა არის, იცი, უმეტესად ისეთი ადამიანები იტანჯებიან, ვისაც გეგონება რაღაცა დიდი მიზანი აქვს და ან არაფერს არ აკეთებს მაგ მიზნისთვის, ან ვერაფერს ვერ აკეთებს, ან რაღაც ძალიან დიდი მიზნები აქვს, ხვდები დასახული? ხო და დღეს მე მინდა ერთი ჩემი პატარა საინტერესო ფორმულა, საინტერესო აზრი გაგიზიაროთ მაგ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ადამიანი უფრო ბედნიერი იყოს, ხო? რაც მე ცხოვრებაში ხო ეს გამოცდილება დავაგროვე და ანუ რაღაც დონეზე ხო უფრო და უფრო რაც უფრო ვიზრდები, მივდივარ იმ აზრზე, რომ ეს ყველაფერი არის სიმართლე. და ანუ მე ეგრე მგონია, რომ არ მგონია ვცდებოდე მაგაში და რასაც გეტყვით, მგონია, რომ ძალიან საინტერესო რაღაცა იქნება. როგორც თქვი, ჩემი პირადი აზრით, ანუ ადამიანმა ბედნიერება ძალიან ბევრ რაღაცაში შეიძლება იპოვოს რა გიყვარს, შეიძლება მეორე ადამიანმა გაგაბედნიეროს, შეიძლება, რამე ბევრი რაღაცა შეიძლება იყოს, ხო ხდები რა, მაგრამ ჩემი აზრით ყოველთვის ადამიანს ყველაზე მეტად რაც აბედნიერებს არის, როდესაც რაღაცა რაც უნდა, ან რაღაცა ვისთანაც უნდა, იმ ადამიანთან ან იმ რაღაცასთან ძალიან ახლოს არის, ხო ხდები? იმ საქმეს აკეთებს, ან რაღაცა ეგეთი, მაგათაც სპორტი შეიძლება გიყვარდეს ხო ადამიანს. ხო და მე მაგალითად რაც დავამუღამე, ხო, ანუ როგორც თქვი, უმეტესი ადამიანი ბედნიერი იმიტომ არ არის, რომ მაგ თავის ოცნებებთან და თავის მიზნებთან ახლოს არ არის, გამიგე? და ყველაზე მეტად ისეთი ადამიანები იტანჯებიან ამ ცხოვრებაში, ვისაც უხეშად რო ვთქვათ და ეგრევე პირდაპირ გითხრათ, ზედმეტად თემა რო არ გადავიტანო, ძალიან მაღალი სტანდარტები აქვს. რაღაც ძალიან ცივა გებიცებით, ყინავს ეხა. ვინც არის მე საქართველოში არ ვცხოვრობ, ეხა ვცხოვრობ, მე ვცხოვრობ ამერიკაში რა საერთოდ ხო და ქარი არის რაღაც სერიოზული ეს ბოლო დღეებია და ყინავს. თან ხა გამოვედი, იმიტომ რომ სანამ სახში მივიდოდი, მინდოდა რომ ეს ვიდეო ჩამეწერა რა, იმიტომ რომ ძალიან ისე დამარტყა, ხო ხდები ამ თემაზე სალაპარაკო თემამ და მინდოდა რომ ეს ყველაფერი თქვენთვის მომეყოლა რა. ხო. ხო და რასაც ვამბობდი, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება რომ დავითვალო ხო და რომ დავამუღამო ყველაფერი,
რაც დამამუღამე ხო, ჩემი აზრით ეგ არის, რომ ადამიანები ძირითადად აი ვინც იტანჯება, ვინც მე მინახავს რა, აი მთელ ჩემ ცხოვრებაში. ეგ შეიძლება აიღე ოჯახის წევრები, შეიძლება ნათესავები, ანუ ყველა ერთ ქვაბში ვხარშავ და ეგრე ვამბობ, სულ ყველა ადამიანი ხო? ისეთი ხალხი იტანჯება ყველაზე მეტად, ვისაც აქვს მაღალი სტანდარტები. რატო იცი? იმიტომ რომ მაგ მაღალ სტანდარტებს ვერ აღწევენ, ხვდები? ან ზოგს შეიძლება არ შეეძლოს, ზოგს შეიძლება უხეშად თქვათ, მაგრამ მეგრევე ტრაკი არ კონდეს, ხო ხვდები? ზოგს შეიძლება ძალიან ზედმეტი მოინდომოს და ზედმეტი უნდოდეს. მაგრამ აი ეგ დასკვნა გამოვიტანე კაროჩე რა, რომ ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში უბედურები და ყველაზე მეტად ვინც იტანჯება ადამიანი, რომელსაც აქვს მაღალი სტანდარტები, გამიგეთ? ხო და ჩემი გამოცდილებაც ზუსტად აი მაგ საკითხთან დაკავშირებით მინდოდა რა გამეზიარებინა, რომ აი წლებია უკვე ვფიქრობ, კაროჩე ეგეთ რაღაცაზე, რომ აი როგორ თქვი, როგორ შეიძლება ადამიანი ბედნიერი იყო, ხვდები? და არ მინდა რომ ისე გითხრათ, კაროჩე რომ ანუ ცუდად გამომივიდეს ეგ რაღაცა, მაგრამ ყველანაირად შევეცდები, რომ რაც შეიძლება გულწრფელად ავხსნა და რაც შეიძლება კარგად დავალაგო რა, ჩემი სათქმელი სანამ ამ ვიდეოს გადავიღებ, კაროჩე და სანამ ამ ვიდეოს გადაღებას დავამთავრებ. რასაც ვამბობ მე, რომ ჩემი აზრით პირადად ადამიანს რაც უფრო დაბალი სტანდარტები გაქვს, მით უფრო ბედნიერი ხარ და მით უფრო მარტივია ბედნიერების პოვნა. რას გულისხმობ დაბალ სტანდარტებში და მაღალ სტანდარტებში? ნუ ადამიანები საერთოდ რაც მე მინახავს, ვისაც მაღალი სტანდარტები აქვს, მაგალითად გოგოები, რომლებიც ძალიან დიდად მოთხოვნადები არიან, ხო? მაგალითად აი ბიჭის ვიზუალში ავიღოთ, ხო? აი ტიპებს გოგოებს, რომლებიც ეძებენ perfect ბიჭებს, ხო ეგრეა რა? აი ეგ მაღალი სტანდარტები რამდენჯერ გინახავთ, რომ აი მაგ გოგოებს იმენა იმ მარტო ტოვებთ მთელი ცხოვრება რა? ან ეგ მაღალი სტანდარტები რამდენჯერ გინახავთ, რომ აი ადამიანებს რომლებსაც აქვთ იმენა აი მთელი ცხოვრება მაგას ვერ აღწევენ, ხვდები? და ბოლოს აი ყველაზე desperate რო არიან, აი ძალიან უკვე სისულელე გადაწყვეტილებებს იღებენ. გადაწყვეტილებებს, რომლებიც თვითონ არ იციან რატო აკეთებენ, იმიტომ რომ აი გეგონება სხვა გზა აღარ აქვთ. გეგონება აი დაერხათ უკვე და იძულებულები არიან. ხომ მივხვდით რასაც ვამბობ? ან ცხოვრებაში ძალიან ბევრი ბიჭი მინახავს, ეგეთი რომელიც აი ძალიან desperate არის რა, იმიტომ რომ სტანდარტები ანუ იმდენად მაღალი აქვს, ხო? როდესაც საქმე გოგოებს ეხება, იმდენად მაღალი აქვს სტანდარტები, რომ ტიპები ხო ხდები, ანუ რამის 30 წელს ისე ურტყავენ, რომ წესიერად ანუ ადამიანებთან ურთიერთობა არ აქვს, გამიგე? თუ მაგისი შეყვარებულიან გოგო ვიღაცაა, ძალიან სუპერ მოდელი არ არიან, რაღაცა ეგეთი, ტიპს ანუ რავი, ვაფშე ყველაფერი ფეხებზე კიდია რა და ანუ ადამიანს ყურადღებას არც აქცევს, გამიგე? ხო და ამ ცხოვრებაში როგორც თქვი, რაც ვისწავლე, მე მგონი რომ დაჟე ხა გამოვიტანე ეგ დასკვნას კიდე თავიდან ბოლომდე, რომ მე მგონი, ანუ მარტო მაღალი სტანდარტებით, ხო? ანუ ადამიანი პირველ რიგში შენ თავს ავნებ. და პირველ რიგში შენ თავს, შენ თვითონ ზღუდავ, შენ თავს უშენებ, კაროჩე, ბარიერს და არ აძლევ იმის საშუალებას შენ თავს, რომ ბედნიერი იყო. ხო ხდებით რა, რასაც ვამბობ. ის ასევე როგორც გითხარით, იგივენაირად მინახავს, ბიჭები მაგას აკეთებენ და ეგ ბედნიერება მარტო ურთიერთობაში არ არის, ხო ხდები? ანუ აქ მარტო არ მაქვს საუბარი ბიჭი გოგოს ურთიერთობაზე და ეგეთი სტილის ბედნიერებაზე რა. თავისუფლად შემიძლია მოვიყვანო მაგალითად აი ცხოვრებისეული მაგალითები, ხო? იცით რამდენი ადამიანი ვიცი, რომელიც აი ტიპი ეგრევე მილიონერობას უმიზნებს და აი მილიონერი თუ არ გავხდები, მე თუ მუსტანგი არ მეყოლება ხოვაზე ხარ და მე თუ რაღაც ლამბორგინი არ მექნება და რაღაც ეგეთი რა. აი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ეგეთი ხალხი ვინც მინახავს, აი მთელი თავის ცხოვრება ნანობდნენ მე მაგას. აი რო გაიზარდნენ. რატო იცი? როგორც თქვენ ამ სტანდარტებმა ხო რომ აი მე მილიონერი უნდა გავიჩითო, რაღაც 20 ოთახიან სახლში უნდა ვიცხოვრო და ვილა უნდა მქონდეს რა. აი მაგ სტანდარტებმა ანუ ტიპის მენტალს ხო და მაინდსეტს, ანუ იმდენად მოუღო ბოლო და იმდენად გაანადგურა ეგეთი ხალხი, ვინც მე ვიცი. და არაერთი ძალიან ახლო მეგობარი მყავს ეგეთი, გინდა ბიჭი და გინდა გოგო რა. რომ მთელი თავისი ოცნებები დაუნგრია მაგ ადამიანებს, გამიგე? პირველ რიგში ხო, ანუ ელემენტალური ადამიანს ჩემი აზრით თუ გინდა რომ რაღაცას მიაღწიო, ხო? და თუ გინდა რომ რაღაცა შეძლო ადამიანმა, ყველაზე ელემენტალური დაკმაყოფილება უნდა შეგეძლოს, გამიგე? და აი დღეს ზუსტად აი მაგაზე მინდოდა რა, მელაპარაკა და თქვენთვის აი ეგ რჩევასავით მომეცა რა. ანუ აი დამიჯერეთ, აი ხა შეიძლება ეს ვიდეო ხო ანუ ძალიან სისულელე იყოს რა, მაგრამ აი ყველას შევეცდები გთხოვოთ, რომ ერთი თვე მაინც გაითვალისწინოთ აი ეს რჩევა, რასაც მე გეტყვით. რომ აი თქვენი ცხოვრების ერთი თვე ხო, აი ეს რჩევა გაითვალისწინოთ და აი გოგოებსაც და ბიჭებსაც გეტყოდით, რომ თქვენი სტანდარტები რომლებიც აი არსაიდან არის მოსული, ხო? შეეცადეთ რომ ეგ სტანდარტები დაწიოთ, გამიგე? ეგ სტანდარტები დაწიეთ ურთიერთობებში და პირობას გაძლევთ იმაზე მალე იპოვით ბედნიერებას ვიდრე გეგონიათ რა. ცხოვრებისეული სტანდარტები დაწიეთ, გამიგე? და პირობას გაძლევთ იმაზე ბევრად მალე დატკბებით იმით, რაც გაქვთ. იმაზე ბევრად მალე დააფასებთ იმას, ვინც გყავთ.
და იმაზე ბევრად მეტი мотиваცია და ბევრად მეტი სტიმული გექნება თვალ რომ რაღაცა გააკეთოთ, ხვდები? კიდე უკეთესი გქონდეს. რა თქმა უნდა, როდესაც მე გეუბნებით, სტანდარტების დაწევას, როდესაც ვამბობ, ხო? ეხა გოგოებს განსაკუთრებით არ ვეთყვი მაგას, რომ უტრაკო ბიჭებს შანსი მიეცით მეთქი, ხო ხვდები და უტრაკო ბიჭებთან გაიჭიდეთ, ან გოგოები, რომლებიც ცვეჩი ძალიან იდიოტები არიან, ეგეთ გოგოებს მიეცით მეთქი ბიჭებმა შანსი მეთქი, მე არ მithქვამს რა. მე როდესაც ვამბობ სტანდარტების დაწევაში, ეგ არის რომ უაზრო სტანდარტები, რომლებიც არ საიდან არის მოსული, ხო? უნდა შეეცადოთ რომ მაგ სტანდარტებმა, რომელიც პირველ რიგში თქვენ გზღუდავთ, თქვენ გავნებთ და თქვენ არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ბედნიერები იყოთ, ეგ სტანდარტები უნდა მოიშოროთ ჩემი აზრით ადამიანმა. და რაც უფრო მალე მოიშორებ, ხო როგორც თქვი მაგ სტანდარტებს, ბევრად მალე იპოვი გინდა პირად ცხოვრებაში ბედნიერებას და გინდა როგორც კარიერაში. და როდესაც მაგ სტანდარტებს მოიშორებ და რაღაც under pressure აღარ იქნები, ხო? ვაიმე თან როგორც ივა, გეფიცები ხელი რომელიც ამოღებული მაქვს ჩიპიდან გამიყინა. ხო და რაც უფრო მალე მოიშორებ ადამიანი მაგ სტანდარტებს, ჩემი აზრით ბევრად უფრო მალე იქნები ადამიანი ბედნიერი რა. და პლუს, უფრო დააფასებ იმ ყველაფერს, რაც გაქვს, გამიგე? ეგ არის მშობლებისგან რაც გაქვს, დედისგან და მამისგან, ბებია ბაბუისგან რაც გაქვს, ყველაფერი ვაფშე, ყველაზე ელემენტალურის დაფასება ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია, ეგ ადამიანი უფრო მეტსაც ვერასოდეს ვერ დააფასებს, ხო ხვდები რა? ადამიანმა რაღაცის დაფასება თუ არ იცის, ეგ არის შეუძლებელი, მაგას ადამიანი ვერ შეიძენს და ვერ მიიღებს, დრო და დრო. ეგ არის რაღაცა ადამიანს ან გააქვს, ან არ გაქვს, ხო ხვდები რა? ხო და ეხა ეგ რამდენად არის ადამიანში თავიდან ბოლომდე, ეხა ვინც ამ ვიდეოს უყურებს, მე ეგ ნახდად არ ვიცი რა, მაგრამ ეგ თხოვნა მქონდა თქვენთან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, ვინც იტანჯავს თავის თავს. ვერ აგიხსენებთ, რამდენად ახლო ადამიანები შემიძლია ჩამოგითვალოთ რა, რომ სტანდარტები აქვთ როგორი, იცი, ჩემი დაქალები მინახავს, გებიცებით ხალხო, რომლებიც რამის 30 წლამდე ისიავიდნენ უკვე, რომ ხო ხვდები რა, წისიერად რამის ბიჭთან არ გაჩითულან, იკაიფე. და ბიჭები ვიცი, ჩემი ძმაკაცები, რომლებსაც სტანდარტები აქვთ, იმხელა რომ, ტოპ მოდელი გოგო თუ არ არის ქართველი, ვაფშე ზედა ეკარებიან რა და ზოგი კიდე ვაფშე ქართულ გოგოებსაც აღარ ეკარებიან უკვე სტანდარტები იმდენად მაღლა აუვიდათ რაღაც გონიათ რომ უფრო ძერსკია, ხო ხვდები ეგ რა? ხო და კი ვერ ხვდებიან რომ ჯამში ამ სტანდარტების გამო ეს სისულელე სტანდარტები რაც თავის გონებაში რაღაცამაც გონია რომ აქვთ, მაგით ისევ თვითონ კარგავენ, გამიგე? და პირველ რიგში ისევ თვითონ კარგავენ ყველაფერს. ვაფშე მაღალი სტანდარტებით, ხო? ნებისმიერი ადამიანი ვინც ამ ვიდეოს უყურებს, გინდა გოგო, გინდა ბიჭი, ხო? და იმახსოვრე რომ მაღალი სტანდარტებით ყოველთვის შენ წააგებ და მაღალი სტანდარტებით ყოველთვის შენ დარჩები წაგებული, გამიგე? იმიტომ რომ მაღალი სტანდარტები არ მოგცემს იმის უფლებას და იმის საშუალებას, რომ თავისუფლად გადადგა ცხოვრებაში და თავისუფალი იყო. და ისე გააკეთო ყველაფერი როგორც გინდა, ხო ხვდები რა? ხო და ზუსტად მაგას ვამბობ, თავიდან ბოლომდე მაგას ნახდად ვერ აგიხსნით, რა გრძნობაა და როგორი შეგრძნებაა ეგ, მაგრამ ადამიანი, ვისაც რამდენიმე ადამიანს ურჩია ეგრჩევა, ხო? გეფიცებით ხალხო, ვინც ეგრჩევა გაითვალისწინა, ყველა ადამიანის ცხოვრება აშენდა ვაფშე მაგის მერე რა. და ყველა ადამიანმა გეფიცები გეგონება წინ დაიწყო, სიარული მაგ რჩევის მერე. და დღესაც ზუსტად ესეთი story time სტილის ვიდეო მინდოდა ჩამეწერა, სანამ მაგის გამბედაობა მეყოფოდა და სანამ სრული მექნებოდა ამის, რომ ამ თემაზე მელაპარაკა რა, არა ეგ დიდად პრობლემა, მაგრამ ძალიან გამიხარდებოდა, რომ ესეთი სტილის ვიდეოები რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მიმეტანა, ხვდები? გოგოებთან, ბიჭებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებში თან, ხო? დაახლოებით 16-18-დან 28-30 წლამდე, 27-25 წლამდე ადამიანები, ხო? ძალიან იტანჯავენ თავის თავს, ზუსტად მაგ სტანდარტებით. გამიგე რომ ტიპები ისეთ გოლებს და ისეთ მიზნებს ისახავენ, რომ ფაქტიურად შეუძლებელი როა, ხო ხვდები რა, მაგ მიზნების მიღწევა. და არ მინდა რომ ცუდი ტიპი გამოვჩნდე, გამიგე? არ მინდა რომ ის ადამიანი ვიყო, ვინც გეტყვითო თქვენ ოცნებებს და თქვენ მიზნებს ვერ მიაღწევთ რა. მაგრამ გოგოებს ვეთყოდი, რომ BTS-დან JK, ხო, თქვენთან არ ჩამოვა და ხელს არ გთხოვთ დამიჯერეთ რა. ისე როგორც არც ჯასტინ ბიბერი, ხო ხვდები? უნდა იყო რეალისტი, ხო ხვდები? და რაც უფრო მალე გაიაზრებ მაგას, რომ ჯერ ელემენტალური ადამიანმა ნორმალურ ცხოვრებას უნდა მიაღწიო, ხო ხვდები? და მე იზრუნო კარგზე, და რაც უფრო მალე დაიწყებ მაგ ყველაფრის გააზრებას, ხო? მით უფრო ბედნიერი იქნები, გამიგე? რაც უფრო ამ სტანდარტებს დაბლა ჩამოწევ, მით უფრო თავისუფლად იგრძნობ თავს რა და მით უფრო პირიქით უფრო დააფასებ ყველაფერი, რაც გაქვს და რაც შენ გარშემო ხდება, ხვდები? და ვინც შენ გარშემო ტრიალებს. ხო გამიგე რა, რასაც ვამბობ?
ასე რომ გოგოებს მაგჩევას მივცემდი რა, რომ ანუ თქვენ სტანდარტებს საერთოდ რაც უფრო დაბლად აწევთ და მე არ მომბობ დაბლად დონეზე დაწიეთ იმ დონეზე ხო ხდები რომ თლიანი თქვენი გემოვნება შელახოთ ან რაღაცა ეგეთი რა, მაგრამ ადამიანურ სტანდარტებზე მაგ ხო ხდები დაბლა რო დაწიო რა. ზუსტად იგივეს ვეთყოდი გინდა ბიჭებს ხო ხდები რაც უფრო დაბლად დაწევ და რაც უფრო ადამიანურ დონეზე დაწევ შენ სტანდარტებს ხო, ანუ დამიჯერე მით უფრო მალე იპოვი თავისუფლებას და ბედნიერებასაც ხო ხდები. ისევე როგორც პირად ცხოვრებაში და თუ გაინტერესებთ ანუ როგორც თქვი მარტო პირად ცხოვრებაზე არ ვამბობ ხო ხდები, კარიერაზეც გულისხმობ და საერთოდ ანუ ფინანსურ თემაშიც რა. ანუ შენ თუ აი მიზნა დაისახავ ძალიან დიდ რაღაცას ან მილიონერობას ხო დამიჯერე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მოგიწევს, ანუ ცუდი ის ძალიან ბევრი ისეთი რაღაცის გაკეთება, რამაც შეიძლება ცხოვრება შეგასისხოს და საკუთარი თავი დაგაკარგვინოს ხო ხდები. და პირველ რიგში შენ უნდა ფიქრობდე რა მაგაზე ხო ხდები, გიღირს ან არ გინდა, ან გინდა ან არ გინდა. იმიტომ რომ შენ თუ მაგ ყველაფრისთვის ნაბიჯების გადადგმას დაიწყებ ცხოვრებაში ხო ადამიანმა რაც გინდა და ეგ ყველაფერი ძალიან დიდ სტანდარტებს უკავშირდება, მაშინ ანუ მაგ ჭაობში თუ ერთხელ შეტოპავ, იქიდან გამოსვლა უკვე შეუძლებელი ხდება. ეხა პირადად მაგ ყველაფერს ვერ გეტყვით, მე რა გამოცდილება მაქვს მაგ საკითხთან დაკავშირებით და სხვა ადამიანების ცხოვრებას ნახდად ვერ გაგიზიარებთ, მაგრამ დამიჯერეთ ეგრე არის რა. ხო და დღეს უბრალოდ აი ეს პატარა აზრი მინდოდა გამეზიარებინა, კაროჩე, ჩემი აზრი, ანუ აი არნახული საიდანღაციდან გაჩითული სტანდარტებია ხოლმე, იმ ხელა რომ გიждდებით რა ხანდახან მეთქი, ანუ საიდან ხო აზეღარ რანაირად. ძალიან მიკვირს ხოლმე რა. ხო და ზუსტად მაგას ვამბობ რა, კაროჩე, რომ რაც უფრო მალე გაიაზრებ ხო ხდები რომ შენი ცოლი ანჯელინა ჯოლი არ იქნება და შენი ცოლი არ იქნება ჯისუ ან აირინი, კაროჩე, ხო? ან რავი, ტეილორ სვიფტი ან ვიღაცა ეგეთი, ხო? მით უფრო მალე იპოვი დამიჯერე ისეთ მეორე ნახევარს, რომელსაც შეიყვარებ და რომელიც შეგიყვარებს. ასევე რაც უფრო მალე გაიაზრებ იმას, რომ შენი ქმარი არ იქნება ჯასტინ ბიბერი და შენი შეყვარებული არ იქნება BTS-დან JK, ხო? ან ჯიმინი, ხო? ანუ გოგოებს ვეთყოდი მაგას. მით უფრო მალე იპოვი დამიჯერე შენ ბედნიერებას რა და რაც უფრო მალე დაეშვები, ასე ვთქვათ, ციდან, მით უფრო მალე იპოვი ბედნიერებას და უფრო როგორ გითხრა, აი წარმოიდგინე ნისლიანი დღე ხო ხდები. და აი რამდენიმე დღე რომ ნისლია რა და ეს ნისლი რომ გაიფანტება და აი კარგად რომ დაინახავ ხო ლამაზად წინ სურათს რა ხდება შენ წინ ხო მე ხო შეგიძლია დაგეგმო საით წახვიდე როგორ უნდა წახვიდე რომ შენ destination-ამდე მიაღწიო რა ხო და აი ადამიანებს რომლებსაც მაღალი სტანდარტები გაქვთ ხო დამიჯერეთ აი უნდა მენდოთ კაროჩე მაგაზე დამიჯერეთ რომ თქვენ ჯერ წინ ვერ ხედავთ ვაფშე რა ხდება იცი რატო იმიტომ რომ ეგ ნისლია გამიგე ხო და აი მომენტი მაგ სტანდარტებს დაბლა დაწევთ თუ არა ცხოვრებაში გინდა პირად ცხოვრებაში გინდა კარიერაში ეგრევე კაროჩე დაინახავთ სუფთა გზას და ამ სუფთა გზაზე რეალურად იმაზე მეტი ადგილი გამოჩნდება და იმაზე მეტი პატარ-პატარა გზები თუ როგორ უნდა მიხვიდეთ კაროჩე ამ თქვენი დანიშნულების ადგილზე და როგორ უნდა მიაღწიოთ ამ თქვენ დანიშნულების მიზანს აუ ეს მანქანა რაღაც ძალიან გიჟივით მოდის Wow. Okay? Yeah, I'm fine. Wow, გადაავტო. პოლიცია გაიჩიტა. ალბათ გაუკვირდათ ესე ხავე რო უსეირნობ, ხო აზე ხარ. მაგრამ მაინც სახლისაკენ მივდივარ და ასე რომ დიდი პრობლემა არ არის ეგ. ხო და ეგ იყო კაროჩე რაც მინდოდა მეთქვა რა, ხო აზე ხართ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რა საერთოდ ეგეთი რაღაცა ადამიანში რომ პირველ რიგში საკუთარ თავთან იპოვო გამიგე სიმშვიდე საკუთარ თავთან იპოვო მიზნები რას გინდა მიაღწიო და როგორ გინდა მიაღწიო რა ხოლო როცა ეგ ნისლი პირველ რიგში შენ გონებაში გაიფანტება რომელიც არ გაძლევს იმის საშუალებას რომ სწორი გზა დაინახო და თქვენ წარმოიდგინეთ თქვენი მიზნების მისაღწევად შეიძლება ძალიან ბევრი გზა არსებობდეს მაგრამ სანამ აი მაგ ნისლს არ გაფანტავ ხო შენი ტვინიდან იქამდე ვერც ერთ მხარეს ვერ დაინახავ საით შეგიძლია წასვლა და რამდენი გზა არის წასასვლელად და აი ზუსტად აი ეგ სტანდარტები რომელიც ადამიანებს ძალიან ზღუდავს დღეს აი ზუსტად ეგ მინდა გირჩიოთ რა რომ მე მაგით არაფერს არ ვკარგავ ხო ხდები თქვენ თუ მაგას არ გააკეთებთ რა მაგრამ აი დამიჯერეთ რაც უფრო ვიზრდები მით უფრო მეტ და მეტ ადამიანს ხედავ როგორ იტანჯებიან გოგოები მარტოობით როგორ იტანჯებიან ბიჭები მარტოობით როგორ იტანჯებიან გოგოები რომლებიც მიზნებს ვერ აღწევენ და როგორ იტანჯებიან ბიჭები რომლებიც მიზნებს ვერ აღწევენ ეგ რატო იცი იმიტომ რომ სტანდარტები აქვთ ძალიან მაღალი გამიგე და აი მაგ სტანდარტებით როგორც თქვი პირველ რიგში თავის თავს იზღუდავენ და ინადგურებენ თავის mental health-ს და როგორც თქვი ანუ არც ვიცით ან აი რაც დამიმუღამებია ხო პრობლემა ვიცი როგორ უნდა დაძლიო ეგ მაგრამ საიდან არის ეგ სტანდარტები მოსული გეპიცები დღემდე ვერ ვიგებ რა და ძალიან ხშირად დამიმუღამებია ეგ ქართველებში აი ეხლა ალბათ იმიტომ რომ მე თვითონ ქართველი ვარ ხო ხდები და უფრო ვაკვირდები ქართულ ხალხს და უფრო ვამჩნევ მაგას მაგრამ
აი გეფიცრებით ხალხო ამდენ ქვეყანაში წავსულ ვარ ხო ხდები და ამდენი ჯიშის ხალხი მინახავს რა აი ქართულ ხალხზე მაღალი სტანდარტები არც ერთ ხალხს არ აქვს ვაფშე დედამიწაზე ეგ შეიძლება კომპლიმენტადაც ჩაითვალოს შეიძლება მინუსადაც მაგრამ მე როგორც თქვი მაგალითად დიდ მინუსს დაუწერდი რა მაგას იმიტომ რომ ეგ ჩემი აზრით პლუსი არ არის იმიტომ რომ როგორც თქვი კაროჩე მაღალი სტანდარტები პირველ რიგში შენ გაუნებს შენ გზღუდავს და არ გაძლევს იმის საშუალებას რომ ბედნიერი იყო ხო ხდები ხო და რაც მალე დაეშვება ყველა ადამიანი ციდან კაროჩე დედამიწაზე და შეეგუება კაროჩე რეალობას და რაც მალე გაფანტავს კაროჩე ამ ნისლს თავის ცხოვრებაში მით უფრო მალე გამოჩნდება ეგ გზა გამიგე წინ და დაინახავ ყველაფერს რა ხდება როგორც თქვი არც BTS-დან JK იქნება შენ შეყურებული არასოდეს და არც Justin Bieber-ი ხო ხდები ისევე როგორც არც Jisoo იქნება შენ შეყურებული Blackpink-დან შენი სოლი და არც Taylor Swift-ი ანუ ეგ შეგიძლიათ ძალიან მარტივად დაივიწყოთ ეხლა მაგას პირდაპირ მნიშვნელობით არ ვამბობ რა თქმა უნდა მაგრამ მიხვდებით მაგას რასაც გულისხმობ ხო ხდები ისევე როგორც ეხლა ღმერთმა ყველა მიზანი ხვაზე ხარ აი ღმერთმა ის ეხნას რომ ყველა მიზანი და ყველა ოცნება გამოგივიდეთ და აღსრულებოდეთ რა მაგრამ ხვაზე ხარ რეალისტი უნდა იყო ადამიანი პირველ რიგში და რეალური მიზნები უნდა გქონდეს გამიგე და ზუსტად მაგას ვამბობ რა რომ რაც მალე ასე ვთქვათ რაც მალე მიხვდები მაგას რომ ეგ მაღალი სტანდარტები შენ გავნებს მით უკეთესია ჩემი აზრით ადამიანის ცხოვრებაში ჩემი ცხოვრებაში როგორც თქვი რაც მინახავს მაღალ სტანდარტებს ძალიან ბევრი კარგი გოგო გაუბედურებია აი ჩემი მართლა ის სულები და გულები ხო ხდება ჩემთან ერთად რო არიან გაზრდილები ეგ ადამიანები რა ისევე როგორც ბევრი უცხო ადამიანი მინახავს გინდა გოგო და გინდა ბიჭი რომლების ცხოვრებაც იმენა მაღალ სტანდარტებს გაუბედურებია გამიგე და აი თუ YouTube-ი არსებობს იმისთვის რომ ისეთი პლატფორმა ან ისეთი სოციალური ქსელი სადაც შეიძლება ადამიანთან ხმა მიიტანო ან ადამიანამდე ხმა მიაწვდინო დღეს ამ ვიდეოთი ზუსტად ეგ რჩევა მინდა ხო ხდები მოგცეთ რა გინდა გოგოებს და გინდა ბიჭებს რა რომ მაღალი სტანდარტებით გამიგე თავს ნუ დაიტანჯავთ და თავს მიეძით იმის საშუალება ასე ვთქვათ რომ ბედნიერი იყოთ ყველანაირ თემაში ვაფშე იმიტომ რომ ელემენტალურ ბედნიერებას ყველა ადამიანი იმსახურებს ხო ხდები რავი მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი ფაქტიურად სახლთანაც უკვე თითქმის მოვედი და ფაქტიურად ამ ვიდეოში ამით დაგემშვიდობებით რა მე მგონი საკმაოდ საინტერესო თემაზე ვილაპარაკე შეიძლება ერთი შეხედვით და ერთი მოსმენით ძალიან სისულელე იყოს რაზეც ვილაპარაკე მაგრამ დამიჯერეთ ანუ პირადი გამოცდილებიდან როგორც თქვი რაც მინახავს ჩემ ცხოვრებაში აი იმაზე ბევრად მეტი ადამიანი გაუუბედურებია მაღალ სტანდარტებს და ისეთი გოგოები დაუტოვებია მარტო და ისეთი ბიჭები დაუტოვებია მარტო ცხოვრებაში რომ აი ვერ აგიხწერთ კაროჩე აი რო შეიძლება გაგიჟდეთ რა და არა მარტო მაგაზე მაქვს საუბარი როგორც თქვი ისეთი ადამიანები გაუხდია უბედური ისეთი ადამიანები რომ აი ყველაზე დიდი კონფიდენსი რო აქვს ხო ხდები ბიჭებს და გოგოებს ცხოვრებაში ვისაც კი ვიცნობდი აი ეგეთი კონფიდენსი რო აი არც ერთ ადამიანს არ აქვს რა და რატო გაუუბედურებია იცი მაგ მაღალ სტანდარტებს ცხოვრებაში იმიტომ რომ ისეთი მიზნებს ისახავდნენ სულ და ისეთ მიზნებს ეუბნებოდნენ თავისას რომ აი გამოგივა და ამას უეჭველი გააკეთებ რომ ფაქტიურად შეუძლებელია ხო ხდები ეგეთი რაღაცა ადამიანმა გააკეთო ეხა მომავალი მესი რონალდო და მომავალი ხო ხდები ანუ სასწაული ადამიანი რომ ვიღაცა არ არის პირველ რიგში რეალისტი უნდა იყო მე პირადად ეგრე მგონია რა ხო და აი მაგ ადამიანებმა ეგ ვერ გათვალეს გამიგე და მე კაროჩე რომ მიხვდნენ რომ გაიზარდნენ და რომ მიხვდნენ რომ ეს მაღალი სტანდარტები მაღალ სტანდარტებად დარჩა ხო და ცხოვრებამ ანუ ეგრეთ წოდებული ინგლისურში გვაქვს ესეთი გამოთქმა reality check-ი ქვია რა ხო და ცხოვრებამ კაროჩე ამ გოგოებს და ბიჭებს ვინც მე ვიცოდი reality check-ი რო გაუკეთა ხო და კარგ გულიანად რო შემოარტყა სახეში მე მიხვდნენ ეგრევე რაც ხდებოდა გამიგე და მე მოვიდნენ აზრზე კაროჩე მაგრამ ზოგიერთი რო აზრზე მოვიდა უკვე გვიანი იყო ხო ხდები რა ხო და დღეს უბრალოდ მაგაზე ვლაპარაკობ რომ აი არ მინდა კაროჩე რომ თქვენ ცხოვრებაშიც გვიანი იყოს როცა მაგის დრო მოვა ხოაზე ხარ ხო და ზუსტად მაგითო კაროჩე რაც უფრო ადრეულ ასაკში მიიღებ ადამიანი მაგ გადაწყვეტილებას და რაც უფრო ადრეულ ასაკში ხო ხდები გაგიკეთებს ცხოვრება reality checks რა ან შენ თვითონ მიხვდები და გაიაზრებ მაგებს მით უკეთესია რომ მაღალი სტანდარტები დაიმახსოვრო ადამიანმა რომ პირველ რიგში გაუნებს შენ პირველ რიგში გაუბედურებს შენ და არ გაძლევს იმის საშუალებას რომ ბედნიერი იყო და ბედნიერება იპოვო ისე როგორც პირად ცხოვრებაში მაქვს საუბარი
გინდა ისე როგორც კარიერაში და შემოსავალში ვაფშე. ანუ პირველ რიგში ადამიანმა უნდა იცოდე ყველაზე ელემენტალური იმის დაფასება და იმის ფასი, რაც გაქვს, ხო ხდები. ეგ გინდა შენით მოპოვებული იყოს ყველაზე ელემენტალური თუნდაც. ან ისევე როგორც მშობლებისგან გადმოცემული, ხო ხდები, რაც გაქვს რა. და აი მაგის დაფასებას რო ისწავლი, ხო ადამიანი და იმის დაფასებას რო ისწავლი ცხოვრებაში რაც გაქვს და რაღაცა, ანუ მე უკვე შეგიძლია ეს სტანდარტები ნენელა საფეხურ ახვიდე და ნაბიჯ-ნაბიჯაწიო, გამიგე? და არა შენი სტანდარტები იყოს ის, რომ ხვალ ჯასტინ ბიბერი ჩამოვა და ხელს გთხოვს, ხო ხდები რა? ან ხვალ BTS-დან JK-ს გაიცნობ სრულიად შემთხვევით ბედნიერად და წაგიყვანს, ხო ხდები? ანუ როგორც თქვი, ეგეთი რაღაცეები იმენა, ანუ რაც უფრო მალე გაგიკეთებს, კაროჩე, ცხოვრება reality checks, მით უკეთესია დამიჯერეთ ადამიანებმა იცოდნენ, ხო და ზოგი მაგას ძალიან გვიან ასაკში ხდება. არაერთი ბიჭი მინახავს, რომელიც მაგას აანალიზებს რამის 30-მდე რომ მიდის, არაერთი გოგო მინახავს, მაგას რო აანალიზებს 30-მდე რომ მიდის. ეხლა ბევრი ადამიანი მეტყვის სწორედ შეიძლება იფიქროს, რომ ესეთი სტილის ვიდეო უფრო რაღაცა პატარებზე შეიძლება იყოს გათვლილი რა, მაგრამ როგორც თქვი რა, reality checks უმეტესად ადამიანები გინდა გითხრა როდის იღებენ? აი კაცრი რო ვიყო კაროში და პირდაპირ რო გითხრათ. როდესაც ადამიანები მარტო რჩებიან, ხო ხდები, ანუ ბიჭები და გოგოები, როდესაც აი მშობლების გარეშე რჩებიან, აი ზუსტად მაგ მომენტში აქ, კაროჩე, ცხოვრებას რო აი შემოგარტყავს, ხო ხდები და reality checks გიკეთებს რა. ხო და დღეს ზუსტად მაგ ვიდეოს მაგითო ვწერ, გამიგე, რომ რაც უფრო ადრე გაიაზრებ ადამიანი მაგას, რომ როგორც თქვი, ანუ მაღალი სტანდარტები პირველ რიგში რომ შენ გავნებს, მით უკეთესი არის, კაროჩე, ხო ხდები და მით უფრო მზად იქნები რა ადრევე. და ანუ ზუსტად როგორც თქვი, ეგ არის ამ ვიდეოს მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ჩემი ხმა, ჩემი სათქმელი, რომ აი ეგრე არინანოთ, კაროჩე, თქვენ ისე როგორც თავის დროზე იმ ხალხმა ინანა და იმ ადამიანებმა, რომელიც მე ვიცი. და მათ შორის მეც რა, ეხლა ჩემი პირადი აზრი რომ მკითხოთ და აი მე რას ვფიქრობ მაგ საკითხთან დაკავშირებით, აი გეფიცები მეც ეგრე ვარ რა რაღაც პონჩი, რომ რაც უფრო დავამუღამე, ხო, აი კაროჩე ამ სტანდარტების დაწევა, ჩემი სტანდარტების, ხო, ანუ გულისხმობ იმას, რომ აი მაგალითად ბავშვობაში თუ აი ძალიან დიდარი მინდოდა ყოფილიყავი და რაღაცა იგებიცები როგორ იყო, იცი? რაც უფრო ვცდილობდი აი მაგ მიზნისკენ წასვლას, ხო და არ გამომდიოდა, აი ნერვები მაწყდებოდა, გებიცები თითოეული დღის გათენება მეზიზღებოდა რა. მაგრამ რაც უფრო გავაანალიზე, რომ ანუ ხო ხდები, აი რაღაცა არის სტანდარტები ადამიანმა, რაც ანუ ძალიან სიგიჟია, კაროჩე, რომ ეგ რაღაცეები დაისახო და რაღაცა, ანუ მით უფრო პირიქით, უფრო სასიამოვნო გახდა ცხოვრება, გამიგე? ეხლა მე რეალურად რომ მკითხო ადამიანმა ძალიან ბავშვობაშივე ვიცოდი რა მინდოდა, სადღაც 14-15 წლის ასაკში გებიცებით უკვე სუზე პირად ვიცოდი რა მინდოდა რა, მაგრამ ხა ადამიანი როცა იზრდები ხო ხა შეიძლება გარკვეულ დონეზე გეგმების შეცვალო ან რაღაცებს შეხედო რა. მაგრამ როგორც თქვი, აი ჯამში რაც უფრო გავიზარდე, ხო და აი რაღაცებს უფრო უკეთესად შევხედე, ეგეთი ექსპერიმენტი ჩავატარე რა, ჩემ თავთან და ჩემ mindset-თან დაკავშირებით, რომ უფრო დამეწია ეს სტანდარტები, გამიგე, აი რას როგორ უყურებ, სად მინდა ვიყო, რომელ ასაკში ხო ხდები და რაღაც ეგეთი. მე იმას არ ვამბობ, რა თქმა უნდა, რომ ადამიანმა არ უნდა სცადო ხვალ, რომ უკეთესი დღე გქონდეს. ადამიანმა არ უნდა სცადო, რომ ხვალ უკეთესი მანქანა ყავდეს, უკეთესი სახლი გქონდეს. რა თქმა უნდა, მიაწექი კაცო და დედა უტირე, ანუ ყველაფერი გამოგივა ადამიანს და ისევე როგორც მეც შევეცდები მაგას, რა თქმა უნდა, რომ ხვალ უკეთესი ცხოვრება მქონდეს და უკეთესი დღე იყოს რა ჩემთვის. ხო და მაგრამ როგორც თქვი, ანუ აი მაგ სტანდარტების დაწევა, რაც უფრო დაბლა დავიწყე, ხო? მით უფრო კარგი და მით უფრო ნათელი და მით უფრო სწორი გამოჩნდა ის გზა, საით უნდა წავიდე, რომ ცხოვრებაში ბედნიერი ვიყო. გამიგეთ რასაც ვამბობ? აი როგორც თქვი, ყველაზე კარგად მაგას რასაც შევადარებდი, ხო? სანამ ადამიანს რაღაცა საშინლად მაღალი სტანდარტები გაქვს, წარმოიდგინეთ ნისლიანი დღე. ადგილი, რომელიც გადაყურებს ძალიან ლამაზ ტყეს, ხო? და შენი მიზანი არის, რომ ტყის ბოლოში გახვიდე. მაგრამ თუ ეგ ნისლია, ვერ დაინახავ გზას, გამიგე საწახვიდე? და აი მომენტი ადამიანი მაგ სტანდარტებს დააგდებ თუ არა დაბლა, ადამიანურ დონეზე მაინც, ხო? როგორც თქვი, გინდა პირად ცხოვრებაში და გინდა კარიერაში, აი დამიჯერეთ, ბევრად მეტი გზა გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში. ბევრად მეტი გზა იმისი, რომ ბედნიერები იყოთ და, რავი, საკუთარი ბედნიერება იპოვოთ რა. როგორც თქვი, მაგას ვამბობ ისე როგორც პირად ცხოვრებაში, რომ ანუ ხვაზე ხარ შენი მეორე ნახევარი იპოვა ან ადამიანი ვიღაცასთან ბედნიერად გრძნობდა თავს ან ბედნიერი იყო, ისევე როგორც კარიერაში და ხო ხდები, ანუ ფინანსურ სიტუაციაში და ფინანსურ ცხოვრებაში. ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა, მიგოებო, თუ იმეს რაღაცა გაქვთ სათქმელი, დამიწერეთ დაბლა კომენტარებში, ხო იცით, კომენტარების კითხვა ძალიან მიყვარს და თითოეული თქვენგანის აზრს სიამოვნებით მოვისმენ. ხოლო თუ გინდათ ესეთი ვიდეოები კიდე
ჩაუწერო და გავაკეთო, რავი, მე ხო ვიცით, ლიჟბი რაღაცაზე მალაპარაკე რა. ხოაზე ხარ, აკარჩე, გეფიცებით, თქვენ რო გელაპარაკებით, ისე მგონია რომ რაღაც პატარა ოჯახი მყავს, კაროჩე აქ შეკრებილი, ასე რომ რავი. კარჩი, თქვენი სით წარმატებები გაკოცეს ყველას და peace.